ჩვენ გვინდა იმისთან მომავალი თაობა, რომელიც უარეს მყოფელი კი არ არის წარსულის. უკვლევარია და მამა პაპის ანდერძს დღესაც კიდევ გამოსადეგ საფუძვლად უდებს მომავალს. რომ კავშირ გაუწყვეტლად განაგრძონ ისტორიული ცხოვრება, მათ მოქმედებაში კაჭკაჭურ მაიმუნური მიმბაძველობა კი არ უნდა სჩანდეს, არამედ მოფიქრებული, აწონ გაზომილი. ვისაც ეს არა აქვს შეგნებული, მისი მუშაობა ნაყოფს ვერ მოიტანს. დაკარგულია. აკაკი წერეთელი. ისმინე ადამიანო. მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან საერთაშორისო საზოგადოება სტალინის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი გრიშაონიანი და ასევე პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური მდივანი ირაკლი უბილავა. და ტრადიციულად მინდა ისევ დავიწყოთ ციტატით სტალინისგან და ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა მხრიდან NGO-ების მხრიდან, ლიბერალების მხრიდან, როდესაც თვითონვე გაანადგურეს ყველანაირი მუშათა მოძრაობა, გამოაცალეს ყველანაირი ბურჯი, მათმა წინა მთავრობამ, რომელიც ახლა ძალიან უყვართ და თურმე მათ გვერდზე დგომა არ არის სირცხვილი, ფაქტიურად აუკრძალა ყველანაირი უფლება და ფაშიზმამდეც კი შეგვიძლია ვთქვა, მიიყვანა მაშინდელი მდგომარეობა. და ახლა პირდაპირ ვიტყვი წუწუნებენ, სად არიანო ეს ხალხიო, რატო არ გამოდიანო, სად არიანო პროფკავშირებიო, როდესაც თავადვე დააქციეს ის მოძრაობები, რომელთაც სოციალური სამართლიანობისთვის უნდა ებრძოლა. და ესეთ რამეს წავიკითხავ ახლა. მხოლოდ მუშათა კლასია საიმედო ბურჯი ნამდვილი დემოკრატიისა. მხოლოდ მას არ შეუძლია შეუთანხმდეს თვითმფრობელობას რაიმე დათმობაზე. ის არ მისცემს თავს ძილს, როცა მას დაუწყებენ ტკბილად გალობას კონსტიტუციურ ჩონგურზე. ამიტომ რუსეთის დემოკრატიული საქმისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეძლებს მუშათა კლასი ჩაუდგეს სათავეში, გაუწიოს წინამძღოლობას, საერთო დემოკრატიულ მოძრაობას. თუ იგი მოძრაობას გაყვება კუდში, როგორც დამხმარე ძალა ინტელიგენციისა, ესე იგი ბურჟუაზიისა. პირველ შემთხვევაში თვითმფრობელობის დამხობის ნაყოფი იქნება ფართო დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც მიანიჭებს თანასწორ უფლებებს მუშასაც, საწყალ გლეხსაც და კაპიტალსაც. მეორე შემთხვევაში კი ნაყოფად დაგვრჩება ის გაყოლებული კონსტიტუცია, რომელიც აბსოლუტიზმზე ნაკლებად არ შეძლებს მუშების მოთხოვნილების გადაქელვას და მიანიჭებს ხალხს მხოლოდ თავისუფლების აჩრდილს. რა თქმა უნდა, შეიცვალა მდგომარეობა და თვითმფრობელობა ეხლა ჩვენ არ უნდა გავიგოთ როგორც რაღაც ცარიზმი და ნიკოლოზ მეორე, ხო? პირველ რიგში განსაზღვრია, ვინ იყო თვითმფრობელი დამოუკიდებელ საქართველოში. ეს იყო დასავლეთი, ამ შემთხვევაში რომელმაც თავისი საერთაშორისო მონეტარული ფონდით, თავისი მსოფლიო ბანკით, ფაქტობრივად ის აწყობილი ინდუსტრიები, რომელიც კი ბატონო აღარ იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ ინდუსტრიები ხო იყო, მუშათა კლასს ვინ გამოაცალა ძირიდან ფეხქვეშ ნიადაგი, ხო ეს ხო არ იყო ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართველების ხელით გაკეთებული, სამწუხაროდ ქართველებმა დიდი მონაწილეობა მიიღეს, იმიტომ რომ პირდაპირ ამერიკელი არ ჩამოვიდოდა და ეხლა მეტალურგიას დაშლას არ დაუწყებდა, მაგრამ ვინ იყო თვითმფრობელი, ვინ არის დღემდე თვითმფრობელი, რა ბრძოლაში ვართ დღემდე, ხო? და მე ჩემი ანალიზით მე ვაკეთებ, რომ ეს არის ზუსტად დასავლური ინსტიტუციები და დასავლური ჰეგემონია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რო ვკითხულობთ, თან ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის 1901 წელს დაწერილი. ამ დროს სტალინი ეცოდნება ჩვენს მაყურებელს, რომ სტალინი დიდი ულოშებით არ დაბადებულა თავიდანვე, ხო 22 წლის ბიჭია, აი დღეს რო ჯენზის ეძახიან, მაგასაკის ბიჭია, როდესაც აი ამ დონეზე აზროვნებს, როდესაც ცდილობს ანალიზი გაუკეთოს, როდის არის დრო შეაკავოს და ორგანიზება მოხდეს მუშათა მოძრაობის, როგორც ცდილობს რომ სტიქიური მოძრაობებისგან თავი დაიცვას და დაიცვას ასევე მუშათა მოძრაობა, რომ არ შეასყდნენ ისინი იმ თვითმფრობელობას, რასაც თვითონ წერს. და ზუსტად აი ამიტომ, როდესაც ვადარებთ, ვის უნდა შევადაროთ პირველ რიგში თვითმფრობელობა, ვისი ჰეგემონია, დაიშალა საბჭოთა კავშირი, გაბატონდა დასავლური ჰეგემონია და მათი მითითებით ფაქტობრივად მთელს სამყაროს, ნუ ჩინეთს თუ არ ჩავთვლით და ჩინეთის პირველი 20-30 წელი ჩინეთიც მათ შორის მათი გავლენის ქვეშ იყო და ეხლა დაიწყო თითქოს ფეხის ადგმა ახლიდან რუსეთმაც, ჩინეთმაც და რაღაც რეგიონალური პრეტენზიები მაინც გამოთქვეს თუ მსოფლიო მულტიპოლარ სამყაროში გადასვლა არა. და აი ბატონო გრიშა, მინდა თქვენგან დავიწყოთ პირველ რიგში აი ამ რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, რომ როგორ თხოვენ, როგორ პირდაპირ ვთქვათ, ნაგლად თხოვენ, რომ მუშები ჩაუდგნენ მათ მოძრაობას, როგორც დამხმარე ძალა.
და ჩვენ წინა გადაცემაში ბაქარი ყავდა ბერეკაშვილი, კარგი ანალიტიკოსი ძალიან და ბაქარმა თქვა რომ არ წარმოადგენს ეს მოძრაობა მუშათა ინტერესებს და ზუსტად ამიტომ მუშები თუნდაც ინსტინქტურად ხვდებიან თუ არ არის მასში მათში სოციალ-დემოკრატიული ცოდნა, მათ ისინი ინსტინქტურად ხვდებიან რომ ისინი მათ ინტერესებს არ წარმოადგენენ. თუმცა ეს მეორე მხარეც არ ნებდება და ისევ ახალი და ახალი შეტევებით ცდილობს რომ ზოგჯერ დაამუნათოს, ზოგჯერ მოსთხოვოს რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო თურმე რომ ისინი უნდა იყვნენ აი ამ მოძრაობაში, აი ამ სამოქალაქო, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში ჩართულები. აი თქვენი ანალიზი მაინტერესებს, მიაღწევენ თუ არა ამას, ხედავთ თუ არა რომ მუშები შეიძლება დანებდნენ, რომელიც ახლა მყარად დგან ამ ფეხზე და ხან გამოთქვამენ კიდეც პრეტენზიას ამ აქციების მიმართ და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ არ ეთანხმებიან და ჩუმად არიან და ზუსტად ამას ვერ პატიობენ. სხვათა შორის კლასთა ბრძოლის ისტორია უხსოვარი დროიდან მოდის და ყველამ ვიცით. და აშკარად სახეზე იყო კლასებიც, იყო მუშათა კლასი, გლეხთა კლასი და ფენა ინტელიგენცია. ისე არის ახლა ბოლო დროს ამ ბურჟუებმა რომ დარჩა ორი კლასი, არავითარი ფენა არ არის. ეს არის მდიდართა კლასი და ეს არის ღარიბთა კლასი. სხვაშორის არ მიყვარს მე ლენინის ციტირება, მაგრამ ლენინი ამბობს, რომ გლეხების მომხდარი რევოლუცია ნაკლებად დასაჯერებელია. გლეხი არის ყველაზე მოღალატეო კლასიო. და ამით რევოლუციას ვერ მოახდენო. ვინც ბოლოს დატოვებს გლეხსო, იმას მისცემსო ხვასო. ესე იგი ის მოისყიდის, იმიტომ და სტალინი ამბობს, რომ თუ გვინდა რომ ჩვენ რევოლუციამ გაიმარჯვოს ქვეყანაშიო, რაც შეიძლება ჩვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ მუშათა კლასს. ეს არის ორგანიზებული კლასი, ეს არის კლასი, რომელთანაც უნდა ვიმუშაოთ. რომ თუ შეგნება შევიტანეთ მუშათა კლასში, ისე არც რევოლუცია მოხდება და არც განვითარება არ მოხდება საზოგადოების. და როდესაც ომის შემდეგ თბილისის ზღვის მშენებლობა დაიწყო და სამგორის საზღვავის სისტემის აშენება დაიწყო. პეტრელუარის მამრაძე ხო იცით? იმისი ბაბუა იყო სტალინის მეგობარი ითვლებოდა რა, რომ იცნობდა კარგად სტალინს და ეს იყო უზარმაზარი დიდი ჰიდროტექნიკი და ამავე დროს ჰორიზონტალური ლანდშაფტის კონსტრუქტორ არქიტექტორი რა. წყალტუბო მაგალითად მაგის გაკეთებულია. სტალინმა უთხრა რომ კაცო ამ იორშო გადმოიყვანთო თბილისში ხომ კვირის წყალს სვამდნენ რა და მე თუ რო ხშები დადიოდნენ, იმიტომ რომ კანალიზაცია არ იყო და არაფერი და ეს იმაში ჩადიოდა რა თქვაში და ახლა ჩვენო მუშათა კლასო ვაგროვებდითო სამხრეთის მხარესო თბილისთანო არისო ის მლაშეტმებიო. ხო და იმ მლაშეტმებთან უნდა დააგუბოთო ეს იორიო. და ამით უნდა მოიწყასო მთელი ეს შიდა ქართლიო. ხო და ამის უნდა მიეწოდოსო სასმელი წყალიო რუსთავსაც და თბილისსაც. ესე იგი რუსთაველზე კი არ არის მუშათა კლასის შესაძლებელი ადგილები. ისინი გადიოდნენ ესე იგი ქალაქ გარეთ და არწმუნებდნენ მუშებს, რომ როგორ შეიძლება მოხდეს რევოლუცია. რა არის რევოლუცია? რისთვის უნდათ რევოლუცია? როგორ უნდა შეიცვალოს რევოლუცია?
ეს კაცო რატომ არავიდან თქვათ ფიქრობს და რატომ დაობს და კამათობს თქვათ ალბათობის თეორიაზე ან მაგალითად ამ ატომური ენერგიის იმაზე იმიტომ რომ არის ციანი ეს არის მეცნიერება ხო და პოლიტიკა ეს არის მეცნიერება ეს ლათინური სიტყვა და ქალაქის მმართველობიდან გამოდის რომელიც ფილოსოფიასთან არის დაკავშირებული ხო და კაცი გამოდის რომელმაც არაფერი არ იცის პოლიტიკის ხო არაფერი წარმოდგენა არ აქვს რა არის პოლიტიკა ამ პოლიტიკას მოსდევს დიპლომატია კაცო ხო დიპლომატია თუ არ იცი ფეხბურთის არჩევის არ იყოს ყველა ფეხბურთს არჩევს და არავინ არჩევს თქვა მაგალითად ფიზიკის კანონებს იმიტომ რომ იქამდე ხელი არ მიუწვდებათ და ეს რადგან ბურთი გორაობს იმას ყველა ხედავსა და არჩევს რომ ეს მაგრად რო დაეწყა გავიდოდა ბურთი გარშე აი ეს ასეთი პოლიტიკოსები გვყავს ჩვენ ეხლა თუ ვინმეს აი მე იმიტომ არავინ არ გავიდა სხვადასხვა სირაკლი კობახიძესთან საკამათოდ რომ მან იცის რა არის პოლიტიკა და მან იცის რა არის დიპლომატია ხო და როგორ უნდა ელაპარაკოს ახლა მე ხანდახან ის მეტყოდა ხოლმე შუბლაძე სტალინზე ნახა 60 წელიწადია სტალინის ვიკვლევდა. ახლა შუბლაძემ იცის რომ ახლა მე მეკამათო სტალინზე და ბევრ სხვამ თქვა მაგალითად. ხო? და ან ამათმაც კიდევ როგორ შეიძლება დაშალეს კაცო და ეს შეგნებულად გავიკეცათ ჩვენ დასავლეთმა რომ მოგვისპო კლასი, მუშათა კლასი მოსპო. რომელიც იყო ძირითადი გამწევი ძალა ამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის 31 წელს სტალინმა თქვა რომ ჩვენ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს ჩამოვრჩებით 50-100 წლით და თუ 10 წლის განმავლობაში ჩვენ არ გავივლით 100 წლის გასავლელ გზას მიათე წლის თავზე აუცილებლად გაგვცესენო. მოხდა კიდეც ომი ნამდვილად. და ესე ასე გათვლა შეიძლება კაცო ესა? და ზუსტად 10 წლის თავზე დაგვესხა თავზე გერმანია. და გერმანია დაგვესხა თავზე და კარგიც ისა. მანამდე კიდე თქვა რომ ომის პერსპექტივებზე იყო ლაპარაკი რომ ზოგიერთს უნდა რომ ერთი სახელმწიფო დაანგრიონ ის გაინაწილონ ამ დიდმა სახელმწიფოებმა და ამით გაიხანგრძლივონ თავიანთი ცხოვრყოფილობა. ეს ზოგიერთი ესე ფიქრობსა და ამბობენ რომ ამისათვის ჩინეთი გამოდგებაო. მეორე ნაწილი ამბობს რომ გერმანიაო და გერმანია მათა დაანგრიეს დალეწეს და გერმანიაო მეო ძუს გერმანელებიო მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბრმავოს რომ ამ სიძულვილმა არ უნდა დაგვაბრმავოს და სიმართლიდან არ უნდა აგვასწინოსო გერმანია არის საუკეთესო მებრძოლებიო საუკეთესო ისაო წარმოებლებიო დისციპლინებული ხალხიო გერმანია არასოდეს არ მოისპობაო გერმანია სულ იქნებაო და ჩერჩილმა მაგალითად იალტის კონფერენციაზე თქვა რომ ესო უნდა ისე დავშალოთო გერმანიაო რომ ერთმანეთი ვერ მონახოს თუ არა ესენი კიდევ დაიწყებენ ხო და სტალინმა მერე რახმანინოვიჩა მოიყვანა მოსკოვიდან და მეორე დარბაზში სადილის დროს ესმის ამ ჩერჩილს რაღაც დაკვრის ხმა და მუსიკა და იმას საიდან მოდის ეს კაცო და ხო და მოგეწონა რამე და გაგიჟებული რა ხდება და რუზველტს უთხრა სტალინმა რომ რა არის ეს მუსიკის ძალაო ადამიანიდან ხეთს გამოიყვანს ხეთს გამო ხო და ამ მუსიკის შემქმნელიო რაღაც გერმანულ მუსიკაზე იყო ლაპარაკი
აი ამ მუსიკის შემქმნელიერიო არ შეიძლება რომ განაწილდესო და დაიქსახსოქსო ესო გენიალურიერიო. ეს ყოველთვის იქნებაო. როგორი საშიშიც არ უნდა გახდეს. გერმანიაო ის აღდგებაო, ის კიდე გაძლიერდებაო. მაგრამ მოსპობითო გერმანული ერი არ მოისპობა. ეს ხო გეოპოლიტიკური ინტერესიც არის ძალიან დიდი ხნის ანგლოსაქსური ზუსტად შიში პირველი იყო ის რომ გერმანიის მუშის ეს დისციპლინა ეს შრომის ეთიკა და რუსეთის რესურსები იყო პირველი საფრთხე ანგლოსაქსური ჰეგემონიის. თუ მოხდებოდა ამ ორი ქვეყნის გაერთიანება, და დაპარტნიორება, ასე ვთქვათ, ეს იქნებოდა პირველი საფრთხე ზუსტად ჰეგემონიის და ეხლაც ამას უყურებთ, ხო, როდესაც Nord Stream 2 რის გამო აფეთქეს, როდესაც ერთადერთი მიზეზი რა ქონდა, გერმანიას იქ არც თანხა ქონდა ჩადებული არაფერი, ეს თლიანად რუსეთის მიერ აშენებული იყო და პირდაპირ უთხრა ერთ-ერთ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა, რომ აღარ იარსებებსო. და გერმანიაც ისეთი დაჩოქებული იყო უკვე მაგ პერიოდში, რომ შოლცი ამ ყველაფერს უბრალოდ უსმენდა და მართლაც მოხდა ისე, როგორც მოხდა, რომ დივერსიით აუფეთქეს ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტი. ხო ეს მხოლოდ რუსეთს ხო არ აუფეთქეს, ნამდვილად გერმანიას აუფეთქეს, იმიტომ რომ ანგელა მერკელის კარგი თუ ავი პოლიტიკით რუსეთი და გერმანია უფრო და უფრო უახლოვდებოდა ერთმანეთს, ხო? და მინდა რომ აი პირველ რიგში ირაკლი ზუსტად აი აქედან გამომდინარე დავიწყოთ საუბარი. რა არის ახლა ამოცანები დასავლეთის და რა არის ამოცანები ამ შემთხვევაში რუსეთის და რუსეთთან ერთად გვინდა არ გვინდა ჩვენი რეგიონიც შედის, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ბრიქსის წიაღში აღმოჩნდით. აზერბაიჯანს აქვს შეტანილი განაცხადი. ჯერ აღმოჩნდით, მაგრამ აღმოჩნდებით რა. გარდაუვალია, ხო? ანუ თურქეთს განაცხადი აქვს შეტანილი, აზერბაიჯანს განაცხადი აქვს შეტანილი, პაშინიანი ესწრება უკვე მიწვეული სტუმრის სტატუსით. და ბატონმა საქმას გაგვისაზღვრა, ხო? 3+3-ში უნდა მიიღოთ მონაწილეობა და თითქმის ყველა ამ 3+3-ში არის ბრიქსის, ზოგი წევრი, ზოგი აპირებს მომავალში. ეხლა როგორ გამithარდება მოვლენები არ ვიცით. თუმცა თქვენ ძალიან საინტერესო ბრძანეთ იმასთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკურ ღერძებთან დაკავშირებით. გერმანიის თემა, გერმანული თემა, გერმანული სული ცნობილია, ახლა ბოლოს და ბოლოს ჰეგელის სამშობლოა რა. ვერ მოსპობა მერს და ამ ნაციას სხვათა შორის ბევრი თემებიც იყო ისეთი, რომელიც სტალინი და ბერია უჭერდნენ და სხვა დასავლურ ანგლოსაქსონურ სამეცნიერო წრეებში ბევრად იწერებოდა რომ საბჭოთა კავშირი სტალინურ ბერიას მეთაურობით, ხო, სტალინსა და ბერიას წინააღმდეგი იყვნენ გერმანიის დაშლისაც კი და უფრო უკეთეს გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, წესრიგს, არქიტექტურას თავაზობდნენ, რომელიც მე მგონი იმ პერიოდისათვის საუკეთესო იქნებოდა. საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ გავალთ გერმანიიდან, აღმოსავლეთ გერმანიიდან, თქვენ დასავლეთიდან გადით და ერთიანი ბუფერული სახელმწიფო ჩვენ შორის შეიქმნას, დამოუკიდებელი გერმანიის სახით. თუმცა მაშინ ანგლოსაქსები წინააღმდეგ წავიდნენ და მათ მოისურვეს ოკუპაცია რეალურად. დღეს საერთაშორისო სამართლებრივადაც რომ თქვა, გერმანია ითვლება ოკუპირებულ სახელმწიფოდ. საბჭოთა კავშირმა გამოიყვანა 90-იან წლების დასაწყისში თავისი ჯარები, ის კანონი, რაზეც იდგა ის ოკუპაციის კანონი და რის საფუძველზეც იდგა ორივე მხარის ნაწილები, ის კანონი არ გაუქმებულა, ეს არის სამართლებრივი ნორმა. ის დღესაც ფუნქციონირებს და დღესაც მუშაობს. რაც შეეხება გერმანულ პოლიტიკას, ამერიკელები და ანგლოსაქსები ყოველთვის თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ წინააღმდეგი იყვნენ მძლავრი კონტინენტური გეოპოლიტიკური ღერძის შექმნისა, რაც ითვალისწინებდა და სხვა შორის კარლ ხაუსჰოფერი იყო, რომელიც გეოპოლიტიკურ კონცეფციებს უწერდა იმას ჰიტლერს. და მან მაინკამფში შესთავაზა ერთ-ერთ თავში ასეთი ტიპის გეოპოლიტიკურ კონცეფტის შეტანა, თუმცა წინააღმდეგ წავიდა რაღაც იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. შეიქმნა ღერძი ბერლინი, მოსკოვი, ტოკიოსი. თუმცა მე შეიცვალა ეს და რადგან მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი იყო, იდეოლოგიურად ახლოს ყოფ იმასთან მოახდინა თავისი ამ გეოპოლიტიკურ ღერძის რეალიზაცია და შეიქმნა ღერძი ბერლინი, რომი, ტოკიოს მიმართულებით. რაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სულ წამგვებიანი აღმოჩნდა გერმანიისთვის და გერმანია, ვიცით ხაო, როგორ დაიშალა და როგორ განადგურდა. დღესაც ანგლოსაქსების თავარი ამოცანა ამ ღერძის არ დაშვება. თქვენ გვახსოვს, 3 დღის წინ მასკმას განაცხადა რა, განაცხადება, რომ შოლცი არის გლობალისტების, ასე ვთქვათ, მონა მარიონეტი, რომელიც რასაც ის გლობალისტური ფრთა, მეორე დასავლური ფრთა,
ლიბერალურ, ულტრალიბერალურ თარასაც კარნახობს, იმას აკეთებს. თუმცა ანგლო-საქსონური გეოპოლიტიკისთვის, ამ შემთხვევაში უკვე ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც შევა, მაინც არ იქნება, ასე ვთქვათ, ერთიანი ასეთი ტიპის ღერდის შექმნა რუსეთის გარშემო და უშუალოდ ევროპამ შექმნას. შესაბამისად ისინი მოუწოდება ვიზე იყო საუბარი, AfD-ზე იყო საუბარი, ხო? ნუ ფაქტობრივად მიანიშნეს AfD უნდა მოვიდეს ხელისუფლებაშიო. მასკს იმ პოლიტიკურ კლასში, რომელიც იქნება ამ რესპუბლიკურ კლასში ტრამპის გარშემო. ნუ ერთ-ერთი როგორც წონიან ადამიანი და ფიგურად მოიხსენება სულ ყველა. თუმცა AfD ფაქტობრივად ნაციონალისტური, ნაცისტური პარტია გამოდის. თქვა ნაცისტურსაც არ ვიტყოდი, მაგრამ ნუ ულტრანაციონალისტური პარტია, რომელიც წინააღმდეგია 20.000-იანი აქცია ჰქონდათ მაგდიბურგის ტერაქტის შემდეგ. რომელიც მოითხოვენ აი მიგრანტების გაყრას საერთოდ გერმანიიდან. შესაბამისად, მათი რეიტინგი კიდე იქნება ტერორისტული აქტები დარწმუნებული ვარ გერმანიაში. იქნება. ნუ თებერვალშია ის რა ქვია არჩევნები, რათა AfD-ს რეიტინგი მაქსიმალურად აიმაღოს. ეს სპეცსამსახურებს მუშაობენ ამაზე, იციან როგორ აუმაღლონ ამა თუ დაჯგუფებას, პოლიტიკურ ჯგუფს, ორგანიზაციას თავის რეიტინგი და რაც უფრო მეტი ტერაქტი მოხდება, რაც უფრო მეტი მსხვერპლი მოხდება და რაც უფრო მიგრანტებს დააბრალებენ ამას. მით უფრო მეტად გაიზრდება ამ AfD-ს და ასეთი ტიპის პარტიების გავლენა და ძალა გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, მე არ გამოუგზავნო იგივე მეთოდები დაიწყოს მუშაობა დასავლურმა სპეცსამსახურებმა, რათა AfD-ს რეიტინგი აუმაღლონ. მე რაზე ვამახვილებ მას პრობლემას. მაინც მოყავთ ისეთი რეჟიმი რუსეთის მიმართ, რაც არ უნდა კი ხდება ისეთი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, აი სიტუაციური მოკავშირეები ხდებიან და უშუალოდ საბჭოთა კავშირი, კომუნისტური საბჭოთა კავშირი ხდება, ნუ სოციალისტური. ხდება კაპიტალისტური შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მოკავშირე გახდა სიტუაციური მოკავშირე მის წინააღმდეგ, რა ქვია. საინტერესო ის იყო გასწო, რომ ანგლო-საქსონებმა დააწყებიეს ჰიტლერის სტალინის აშკარად. ხო და კრუპი მაგალითად ბოლომდე აწვიდა იმას პირველ ხარისხოვან რკინას გერმანიის მეწველობას რა და იმან კითხა შვილმა რუზველტს ერთხელ რომ კაცო ასე რომ გეხვეწებათო დიაჯაჯო იმასო მეორე ფრონტის გახსნასო აი რატომ არ ახსნითო და გაკვირებული და ძალიან უყვარდა სტალინი მას რა ხო და რატომ არ ახსნითო და შვილო ჩვენა ვართო სათადარიგო მოთამაშეებიო და ზივართო გრძელს კამსეო რა ხო და მოედანზეო არიანო გერმანელები და რუსებიო და ესენი პირველ ტაიმს თამაშებენო მეორე ტაიმზეო ცოტა დაიღლებიანო ხო და რომელსაც შევატყობთო რომ აგებსო ჩვენ შევალთო და იმ მოგებულს დავეხმარებითო გაიგე რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ იმაში გაიგე და სტალინგრადისა და კურსკის გამარჯვების მერე რაღა იყო საბჭოთა კავშირიდან უკვე გაყვანილი იყო ესა გერმანიის ჯარები, როდესაც მათმა მეორე 44 წლის ივნისის თვეში გახსნეს მეორე ფრონტი. 44 წლის გახსნეს მეორე ფრონტი და რატომ ესე იგი გაყვეს და რატომ მოკლულ დათვის ტყავზე რატომ მოიწიეს ესე იგი ტყავის გასაყოფად რა მოკლულ დათვის ტყავზე გასაყოფად რატომ მოიწია ესენი და მასში ყველას უკვირდა, მაგრამ ეხლა როდესაც ირჩევა ამაში დოკუმენტებში ესე იგი ეხლა როგორ ბრალსდებიან სტალინის ამ ხალხის გაწყვეტაში რაღაცებს და მარტო რომ გაემარჯვებია სტალინის გერმანიაზე, ნუ ალბათ დაწავდნენ იმას ცეცხლზე და რაღაცაზე რა. და ამიტომ ესე იგი ძალაუნებურად გააერთიანა და საფრანგეთი და ჩინეთი ხომ ისე შეიყვანა ძალით რა სტალინმა თანამონაწილეობა და ფრანგები ახლა გვიხდიან ის იმას რა სამაგიეროს ფრანგებმა როგორ უნდა გვითხრა კაცო რამე ჩვენ როდესაც ერთი მეოთხედი ფრანგებს მისცა სტალინმა გერმანიის დამყოფელი გერმანიის ტერიტორიიდან
ანუ ძალიან საინტერესო ისტორიული მაგალითია და თან 28 დღეში დაეცა და 6 მილიონიანი არმია ფრანგული ტყვე ჩავარდა გერმანელებმა. და თანამედროვეობასთან მინდა რომ გავავალოთ პარალელი ძალიან სწორად აღნიშნეთ რომ ეს იყო შეგვიძლია დავარქვათ ხო ეს იყო სპეცოპერაცია ახლად შექმნილი რევოლუციური საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ როდესაც საფრანგეთის და ბრიტანეთის ვალების მოთხოვნით პირველი მსოფლიო ომის გამარჯვების შემდეგ, როდესაც რეპარაციებს თხოვდნენ გერმანიას, ფაქტობრივად შეერთებულმა შტატებმა ისარგებლა და მისცა გერმანიას ვალების გადასახდელი ფული ბევრად უფრო დიდად გააკოტრა. შემდეგ ჩაიგდო ხელში ეს ინდუსტრიები, საამაყო ინდუსტრიები, რომელზეც ვსაუბრობთ და ომის დამთავრებამდეც მე მგონი შეერთებული შტატების კაპიტალი აკონტროლებდა უდიდეს ინდუსტრიებს გერმანიის, ხო? და შემდეგ მართლაც მოუხსიეს საბჭოთა კავშირს და აი ეხლანდელ პარალელთან რო გავავლოთ და ძალიან ახლოს არის სხვადასხვა 20-იან წლებში შეიქმნა ესეთი უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელიც შემდეგ გაიყო ორ ნაწილად, ორ ფრთად. იყვნენ ბანდერისტები და მელნიკისტები. და როდესაც ომი მთავრდება, ეს ყველა მიყავს შეერთებულ შტატებში სამხრეთ ამერიკაში ხო ნაცისტები წავიდნენ გერმანელი და უკრაინელები მიყავს შეერთებულ შტატებს და კანადას. დღემდე იქ საფლავებია, ძეგლებია, მთელი ბაზებია. იქ საერთაშორისო ქსელს ავლებენ. შემდეგ საბჭოთა კავშირი იშლება ანტიბოლშევიკური ბლოკის ხელმძღვანელობით რეიგანის მიერ შექმნილს და ანტიბოლშევიკური ბლოკი არ იშლება რა თქმა უნდა როგორც ნატო, ისევ აგრძელებს მუშაობას, როგორც უკვე ანტირუსული ბლოკი. და ზუსტად აი ამას უყურებთ, აი ამ შემოbrunებას და დაბრუნებას უყურებთ უკვე სპეცოპერაციას, რომელმაც ეხლა უნდა აითვისოს ახლიდან ის რუსეთის რესურსები, რუსეთის დაშლა, რაში სჭირდებათ ხო ახლა დიდია მაგიტო ხო არ ეზიზღებათ, უნდა დაშალონ, იმიტომ რომ აითვისონ სათითაოდ მისი რესურსები, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაშალეს და შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აითვისეს. არა, ვინც ფლობს შუა აზიას, ის ფლობს მსოფლიოს ეკონომიკასაც და საერთოდ ის არის მსოფლიოს ცენტრი რა, როგორც ეხლა ამიტომ ვიგაუშვებს ახლა მას ხედავ. მინდა რომ ეს პარალელი გავავლოთ, რა რომ ეს არის არა როგორც ამბობენ, არა პროვოცირებული ომი, თურმე თავს დაატყდა უცებ 2022 წლის თებერვალში მთელ მსოფლიოს ეს აი დათვრა პუტინი, როგორც ეს ხსნია, ხო პუტინი დათვრა და ომი დაიწყო. 22 წელი გახსნა. 22 წლამდე რევოლუცია 17-ში მოხდა. და პირველი რომელმაც ვარი განაცხადა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან იმაში საბჭოთა კავშირში შესვლაზე ეს იყო უკრაინა. უკრაინა ყველაზე გვიან დათანხმდა რომ შესულიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. და მე ცალკე კვლევა მაქვს სტალინი და უკრაინა. მაშინ პირველ ტომშია ხო და ლენინი მოუთხა ვერაფერი ვერ მოუხერხა გამართვა და ეს იყო ეროვნებათა კომისარი ხო იყო სტალინი და მე დაუძახე მაგათო და აქ ესე იგი ძალიან დიდი პოლემიკა რა მაგათთან ხელჩართული ომი აქვს რა პირდაპირ და ისე შემოიყვანა არა ხვეწნით არამედ დამუქრებით რომ ეს თქვენ სხვა შორის გერმანელები უმაგრებდნენ მას ხარს მას უკრაინელებს და პოლონელებს არ უნდათ პოლონელები მაინც პატარა იყო გერმანიას მაინც მაშინ ქონდა ანგარიშგასაწევი პირობები ხო და ისა გერმანელები ეუბნებოდნენ რომ კარპატების უკრაინას შეუერთეთო ეს ჩვეულებრივი დიდი უკრაინაო და კაცო სტალინმა უთხრა ეს როგორ იქნებაო და თქვენ ამბობთ რომ სპილო შეუერთეთო ბუზანკალას გაიგე და კარგად იცხოვრებს რა ჩემთანო ბუზანკალე უბნება სპილოს და როგორ დაცხოვრობს კაცო მაგის უკანაში არისო შესულიო რა ეს ბუზანკალაო და როგორ დაცხოვრობს სპილო კარგად რა და მაგის თქმა მინდა რომ ეს ხომ დამოუკიდებლად არ იყო კი არსებობდა რაღაც ნაციონალისტური დაჯგუფებები მაგრამ ისინი ხო დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ ეს ხო არ იყო რაღაც ორგანული ბუნებრივი ნაციონალისტური წარმოქმნა ის იყო და ნუ ამას თავადაც ამტკიცებს იგივე მელნიკისტებიც და ბანდერისტებიც რომ ჩვენ კოლაბორაციაში პირდაპირ შედიოდნენ და დავალებებს იღებდნენ
უკვე ნაცისტური გერმანიიდან. კი, კაცო. და ახლაც დაახლოებით იგივეს ვხედავთ. კი ბატონო, ну გასაგებია ახლა უკრაინის თემა საერთოდ დღეს უკრაინაში თუ ჩვენი ეს პროუკრაინელი აქტივისტები სტალინს ლანძღავენ და იგინებიან და აგინებენ, ის უკრაინა ის ფორმატ ის პროექტი რაც დღეს იშლება და უკვე ვეღარასდროს ვერ იქნება სტალინის შექმნილია, რომ იცოდეთ. აბარა. ეს სტალინის შექმნილი პროექტია და რომელიც არსებობდა მანამდე სამსრულებლები არ მოვიდნენ მან ხელისუფლებაში. რაც შეეხება მინდა საფრანგეთთან მიმართებაში გამახსენდა ერთი დეტალი. საფრანგეთში შეიყვანეს გამარჯვებულ სახელმწიფოთა იმაში. იქ 4 ზონა დაიყო გერმანია. მაშინ ერთ-ერთი ზონა ფრანგებს მისცეს კონტროლისთვის. და იყო ასეთი ისტორიული ფაქტი, როცა გამარჯვებულ სახელმწიფოთა იმაში რომ შეიყვანეს, კეიტელს გაეცინა როდისმე გახდა უსაფრანგეთო გამარჯვებულ სახელმწიფოთა ამერიკაში რა, როდისმე შევიდნენ. თუმცა ეს სტალინმა შეიყვანა და ბევრი ისტორიკოსი ამას ამტკიცებს. თუმცა ბევრი რუსი ისტორიკოსი ვერ ხვდება იმასაც თუ რაზე შეიყვანა სტალინმა ფრანგები ამ გამარჯვებულ სახელმწიფოთა სიაში. და როგორც ბევრი ამბობს და ბევრი ამტკიცებს, ეს ზუსტად იმ განცთან იყო დაკავშირებულიო, რაც განცში გაუცვალა სტალინმა, რაც საფრანგეთში ინახებოდა მაშინ, ინახებოდა თუ როგორ იყო, ბატონ გრიშას კვლევაც აქვს დაწერილი ამ თემაზე. ისა უშუალო კაპიტულაციაზე რო აწერდნენ ხელს ჯერ შევიდნენ ეს გამარჯვებულები რა და მე შეიყვანეს ეს გერმანელი ნაცისტები და გაიტელები და ხოდა რო შევიდა ეს გაიტელი და დაინახა ეს გზელცხელა ესა დეგოლი ამასთანაც წავაგეთო კაცო ამასთანაც წავაგეთო ამას დამოუწერო და მასხებაზე ხელიო აი დამამცირებელი ჟესტებით ვიბარდა და მე რაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება რომ ეს განძის ჩამოტანა საფრანგეთიდან ეს დიდწილად სტალინის დამსახურება იყო. არა ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ მოდით უფრო პოლიტიკურად რო შევხედოთ რეალურად ნეოლიბერალიზმის გამარჯვებამდე საფრანგეთი შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ნაწილობრივი მოკავშირე იყო კიდეც საბჭოთა კავშირის რაღაც საკითხებში. ხო იგივე ნატოდან გავიდა. ეს დეგოლის პერიოდი იყო. დამოუკიდებელი საფრანგეთისთვის, მაგრამ თუ არა საფრანგეთის არ უბრძოლია საერთოდ სილვესტრი რაღაცას იბრძოდა, თუ არა ცენტრალურ საფრანგეთში არ შესულა გიტლერი ისე ჩაბარდა. ანუ ამ შემთხვევაში მე გერმანიის ანუ ომის საკითხს არ ვამბობ ომის დასრულების შემდეგ, როდესაც სტალინმა ამხელა ასე ვთქვათ მადლი გაუკეთა მათ, ხო? მას შემდეგ გერმანია საბჭოთა კავშირის დაშლამდე სანამ ნეოლიბერალიზმი და დასავლური ჰეგემონია, ანგლოსაქსონური ჰეგემონია გაიმარჯვებდა. ასე თუ ისე დამბალანსებელი იყო თითქოს ევროპაში, ხო? ის არ იყო ესეთი რადიკალურად განწყობილი როგორც შეერთებული შტატები. რადიკალურად არა, იმიტომ რომ სუსტი იყო ძალიან. საფრანგეთი ახლა არ იყო. საფრანგეთი უკვე მაშინ დამარცხებული და დაჩანაგებული იყო, როდესაც დეგოლი მოვიდა ხელისუფლებაში რა. თუმცა დეგოლმა წამოწია რა. კი ბატონო, დეგოლმა წამოწია და დეგოლი იყო პატრიოტულად ორიენტირებული ლიდერი საფრანგეთის, რომელსაც სუვერენული ფრანგული სახელმწიფო შექმნა სურდა და მაგიტომაც გამოვიდა მაშინ საფრანგეთი იმის ნატოს შემადგენლობიდან. იყო იქ ეკონომიკური პროექტები, იყო რაღაცები. კი კაცო, მაგან ოქრო წაართვა, ოქროს თემიდან გამომდინარე, კი ბატონო. თვითმფრინავებით ჩაუტანეს თავის ქაღალდები და დაუყარა და დატვირთა ოქრო და წამოიღო. ამას ვიგაუკეთებდა მაშინ ამერიკას. კი ბატონო, მაშინ წარმოგიდგენთ ბიპოლარული სისტემა, დასავლეთი მთლიანად შეერთებული შტატების გავლით დასავლეთ ევროპა მთლიანად შეერთებული შტატების ტოტალური კონტროლის ქვეშ იყო და ამ დროს დეგოლი წინააღმდეგობას უწევდა ის ოქროს თემა, რაც ფარატინა ქაღალდებს სხვადასხვა მე ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტა კანონით გაამყარეს. უკან აღარ იბრუნებენ უკვე ფარატინა ქაღალდს. იმან მიაღებია რა ამ ძალადობამ რა. აიგა თქვენი ქაღალდები მე ამაში ოქრო მაქვს ჩადებული მომეცით ოქრო რა. აი ეს პროცესი იყო, თუმცა ამის შემდგომ დეგოლსაც მოუწყეს დაუშვათ 60-იან წლებში და დაამხეს რა გადადგა იმას განსაკუთრებით ტრანსფორმაცია სტუდენტმა ჩაიარა სასახლის წინ და დეგოლ ასყვილიანის ბავშვებიო და თქვენ გადაგოდგომას მოითხოვენო და მოითხოვენ და წავალ როგაცოვე და დაიხრა ქუდი და წავიდა.
და მე მის გავლენის ქვეშ მოხდა ტოტალურად მე ის მარიონეტები რომელიც შემდგომში მართავდნენ და დღეს მით უმეტეს ხა მაკრონის საფრანგეთი ხო მარიონეტულია ხა მაკრონს არ საუბარ როგორ შეიძლება როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე კარიკატურა ჩვეულებრივი რა და იქ ეს რომ მოხდა ამის მე ტოტალურად და დღესაც ზუსტად იგივე თამაში გვიწევს დღესაც ევროპაში ზუსტად იგივე თამაში მიდის ეხლა იბრძვის თუნდაც ლეპენის განცხადება ანუ ლეპენის განცხადება მაკრონს არ აქვს ლეგიტიმაცია უნდა გადაადგეს და დაანიშნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ევროპულ ქვეყნებშიც ხდება ტრანსფორმაცია პოლიტიკური სისტემების ჩვენ წინა გადაცემებში ქონდა თუ ვიღაცთან ქონდა საუბარი სოციალურ აფეთქებებზე ვინმე ყველაფერი გაძურდება კიდე უფრო მეტად ეხლა ვაშინგტონ პოსტის მასალას ვკითხულობდი გუშინდელს თუ არ ვწდები და იქ მიდის საუბარი ახალი სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ რაც ერთიურად გაზრდისო ენერგომატარებლებზე ფასების დას გამოიწვევსო და შესაბამისად თუ ფასების და გამოიწვია ენერგომატარებლებზე ეს იწვევს სხვა პროდუქციაზეც ფასების დას რაც გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს ევროპულ საზოგადოებებში თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ტრამპმა განაცხადა რომ 10%-ით ხო იმას აუწევ მარჟას ხო შესაბამისად ეს სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს იმაში ევროპაში შესაძლოა ამერიკელების ახალი ბრთა ეს რესპუბლიკური ბრთა ჩაის მსმელთა ბრთა ულტრარეალისტების შეიძლება სპეციალურად აკეთებენ რომ იქ მოხდეს თავიანთი პოლიტიკური საფრანგეთსა და გერმანიაში განსაკუთრებით მოვიდნენ ისეთი პოლიტიკური ძალები რომელიც მასზე იქნებიან დამოკიდებულები მათ იდეოლოგიურ პარადიგმას გაითვალისწინებენ აი დავუშვათ როგორიც ურბანი უნგრეთში რომელიც ტრამპის ერთადერთი მოკავშირეა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ახლობით იგივე პროცესების რეალიზაციას სურს საფრანგეთსა და გერმანიაში ნუ ნახოთ ახლა როგორ გამვითარდება იქ მოვლენები თუმცა მე მგონი იქაც რეჟიმ ჩეინჯების მაგვარი ახლა მე არ ამბობ რევოლუციები და რაღაცები მოხდება თუმცა ამ ელიტების ცვლილება მოხდება შუაგულ ევროპაშიც და როგორ გავითარდება მოვლენები ამასაც ვნახავთ ამის ასახვა ზუსტად ჩვენთანაც ახლა რაც ხდება აი ეს უნდა მეკითხა ზუსტად და მაინტერესებს ამის ანალიზი ახლა ჩვენ ზოგი ამბობს რომ ტრამპი ფაქტიურად შევა კაბინეტში და იქ საქართველოს გადარჩება და პროქართულს ზაბოდებს საქართველოში გამები არძინა ამბობს მაგრამ ეს ხო რეალურად ანუ სამწუხარო რა ჩვენთვის გადასარევი ქვეყანა გვაქვს და ულამაზესი მაგრამ ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვარ და ისეთ ეპოქაში ვართ რომ რეალურად ერთადერთი აქილევსის ქუსლი რუსეთისთვის ვართ ჩვენ ეს არის შეერთებული შტატების უბრალოდ ემთხოვა ჩვენი რაღაც ინტერესები აი ოჯახურ სიწმინდეზე თქვა რომელზეც ააგოთ მაგან თავის საარჩევნო დოქტრინა ეს იყო ოჯახის სიწმინდის დაცვა და აი როგორც ხიპი დამარხეს ჩვენ სტუდენტი ვიყავი მაშინ შენ არ გახსოვს რა ხიპობა იყო მაშინ რა ჯინსების და წვერმოუპარსავი და რაც უფრო ცუდად გეცლებოდა და რაღაც ასეთი ხიპები რაც იყო რა ხო და მოჭამა ამან თავისი დრო ხიპობამ ხო და ერთხელაც ხიპი მოკვდა ხო და დიდი ანშლაგით ამებით მუსიკი დამარხეს ესა და მორჩა ვის მერე ხიპობა აღარ არის რა აი ისე ემართება ეხლა ლიბერალიზმს ნუ ეს წესრიგი ინგრევა ხო ლიბერალიზმი უნდა დაიმარხოს ეხლა დამარხავენ ალბათ სიმბოლურად ერთი კალიფორნია დარჩა ამერიკაში რომელიც ამ პირველ შეტევას შეიძლება გაუძლოს მაგრამ მე ახლა ამდენი შტატი თუ ერთხელ იქნება ახლა კალიფორნია სულ დაშლიან და ის იქნება და რაღაცას ახლა იქ მარტო ტრამპზე არ არის პრეზიდენტი არ მართავს საერთოდ ამერიკას მართავს ის ოჯახები დაახლოებით 7 მემკვიდრეობა არის 7 ოჯახის მემკვიდრეობა რომელიც ძირითადად მართავს ამერიკის ბომონდსა და საერთოდ მიმართულებებს რა და თემსოფლიოს მართავს 61 კაცი თურმე რა და აი ამის კითხვა მინდოდა საქართველოს ადგილი აი აქ სად არის ამერიკის შეერთებული შტატები რა თქმა უნდა საკუთარ თავის სახელმწიფო ინტერესებზე ისევ რეალპოლიტიკით და რო გამოვიდეთ უარს არ იტყვის ხო პატარა საქართველოს გამო რომ ჩვენ ესეთი კარგი ხალხი ვართ ანუ ეს ინტერესები მაინც რჩება რომ ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც კი საჭირო გახდება დამტყმელი მუშტი უნდა ვიყოთ რუსეთის წინააღმდეგ ეს ინტერესები ხო ისე ირო დამიჯერე შენ მეს მოვესწრები სხვა შორის არც დარბაპირებს ასვას ჯერჯერობით
ჩვენი ადგილი არის რუსეთში. ჩვენ სხვა ადგილი არ აქვს სოფლიოში. აი უბრალოდ შეიძლება ამათმა დაღუპონ აი ქუჩაში როდგანა რა. ამათმა შეიძლება დაღუპონ. სხვადასხვა მე მოვესწარი კომუნისტებმა რომ გადავაბარეთ ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას. მაშინ მე ცეკას მდივანი ვიყავი. ხო და ჩვენ დავავალეთ მეურნეობებს და დიდ საწარმოებს რომ ფული დაერიგებისა, ფული ჩაერისხათ მერაბ კოსტავას ფონდში. რომელიც ჩვენ გვებრძოდა. ხო და ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველმა მდივანმა როდესაც არაფორმალები მივიდნენ, მაშინ ასე ერქვათ, არაფორმალები, რომ მივიდნენ და ქვების სროლა დაუწყეს იმას პოლიციის შენობას, ისიც ჩამოვიდა კაბინეტიდან და იმანაც ქვების სროლა დაუწყო იმან. აბა როგორ შეიძლება ახლა ასეთი არჩევნები რა ეს იყო არჩევნები? ეს არჩევნები კი არ იყო და ეს იყო ოღონდ მოდით და წაიღეთ. აი ასე ჩავაბარეთ ჩვენ ერთი ხმა არ მოგვიღია რომ კომუნისტურ პარტიას მიეცით ხმა ვინმე რა და რაღაცები და ეს ქვეყნის უძლები ქვეყნის რაღაცები ეს შეყარეს თვითონ ამ სიაში რომ ამათი გულის მოიგოთ რა ამათი გული რომ მოიგოთ არაფორმალები ძალიან საინტერესო საკითხი შეეხო ბატონი გრიშა. ნუ გასაგებია, ნუ ზემოდან იყო გადაწყვეტილი. დღესაც მე დარწმუნებული ვარ, დღესაც რაც ეს პროცესები საქართველოში მიდის, ხო? ეს პროცესები დაახლოებით იგივეა, რაც 91 წელს, რა. როცა ერთი სისტემა დაინგრა და გადავდიოდით მეორე, ნუ გარდამავალი ფაზა გვაქვს. იმიტომ არის რომ ეს წინააღმდეგობები მოდის, ლიბერალური წინააღმდეგობა მოდის, იმ ახალი წესრიგის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა. აი ზუსტად მაგიტომაზე გუშინ ეს ბოლო დღეები, რასაც ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლების ასე თქვა განცხადებებს უცა უსმენ. ფაქტობრივად ისე დაფიჭილება მრჩება რომ ამ ხალხს გარედან აქვთ უკვე გარედან იმ ძალების გამო ის მოდის გარანტია აქვთ ისინი რჩებიან აგესმით რა ხდება. ბოდიში ხდება გავაგრძელებ. კი ბატონო. ეხლა ამ ხნის განმავლობაში ხომ ჩემ თვალში გაიარა და აქტიური ვიყავი ყოველთვის რა მე დადგა 2003 წელი ხო 2003 წელი მე ვიყავი რაღაც გარკვეულ თანამდებობას რაღაცა დაგვიძახეს ჭადრაკის კლუბში ეს იყო დაახლოებით პირველი თუ ორი თუ რაღაცა ნოემბრისთვის ხო ალბათ ხო და ეს სულელი მიშა რომ მოდიოდა რა დაგვიძახეს ჭადრაკის კლუბში ხო და იქ იყო შევანდაძე ის იყო ყველა ესენი იქ და ხო და კაცო ეს ახლა ამდენი ხალხი როა დაახლოებით 20000 კაცი და რუსთაველზე იდგა ხო და ბიზნეს უშლის ხელს ბიზნეს ამაზე იყო ლაპარაკი რომ ბიზნესი არ განვითარდება თუ ასეთი ის იქნებაო კაცო ხმაურიო რუსთაველზე ეხლა ზოგი ალბათ მისმენს რა ის იქ ვინც იყო მაშინ რუსა და მე მივწერე შევადარეს რომ გამოვალ სიტყვით მეთქი თქვა და გამომიყვანა 20000 კაცი 30000 კაცი მეთქი ესე იგი ძალაზია რომ შევიდეს მეთქი პარლამენტში და ხელისუფლება დაიკავოს მეთქი და თქვენ აქ მეთქი ბიზნესის ხელისუფლებას ჩვენ გვაბრიყვებთ თუ თქვენ თავს იბრიყვებთ მეთქი რა ისინი შევლენ იქა და კაბინეტებს კი არა ცოლებს წაგათმევენ ისინი მეთქი ცოლებს და ისე ხო გახსოვთ რამოდენიმე კაცი ხო ვიცი რომ იქ ვინც იჟექი ჩემ გვერდით რომ ვიყავით იქა და აი და თუ გინდა ჩამოვთვლი გვარესაც ეხლა რა ძალიან საინტერესო შევეხეთ ჩამოვედით სამ დღეში არ დაიწყო ეს პარლამენტის ხდომა კაცო რომ გამოვიდა ის რომ გაეხსნათ მაინც ხო ისა და
მე კი არ ჩაითვლებოდა ეს რევოლუცია და გამოყრდნენ იმას იქიდან. არა, კაცო, კგბ-ს უფროსმა გაუხსნა კარები იმას პარლამენტს შესასვლელად. აი ძალიან საინტერესო თემა მართლა და მე შედარებით ხა მაშინ ვიყავი ძალიან პატარა, ხო და ეხლაც რო უყურებ ამ არქივებს, იქ ხედავ, იქ ივანოვი ჩამოდის პირდაპირ ხელდასმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უშვებს. ანუ მართლაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და 2003 შეხალავდა. პირობა მისცეს იმათმა შენ კარგად იქნები კაცო, რა გინდა ის იქნები. მართლა კარგად იყო რა, სახლების და კარების და ბრონირებული სახურავი დაადგეს. ყველაფერი იბატონო. სიბეში მეტი რა უნდა იქნება ხა მაგას. და ზუსტად ეგ პროცესია დღესაც დაახლოებით. მაშინაც ნაცარ შეთანხმებული დღესაც გარანტიები აქვს მე დარწმუნებული კიდევ ვამბობ რომ დარჩებ ძალიან ბატონო. და ეს მაკიაველია ბოს. სუვერენიტეტიო, კაცო, სუვერენიტეტი უღელი კი არ არის რომ დაგადგან რა. თუ კანონზე ხელი არ მიგიწდება ხელისუფალს, ხო? იქ სუვერენიტეტი არ აქვს შენ რა. ეხლა ჩვენ ვართ სუვერენიტეტული ქვეყანა ვარ. რა სუვერენიტეტული ქვეყანა გაქვს? მილიციას ცეცხლს უკიდებენ და შენ კანონს ვერ ატარებ და გასანქცირებენ. ვის ასანქცირებ? ვისა რაღაც? შენ რა საქმე გაქვს ჩემთან რაღაც? შენ 9 ოკეანის გაღმა ხარ კაცო და შენ რა გინდა ჩემთან რა გინდა რა? და სტალინმა შენი ქვეყანა დაანგრია, გერმანელი როგორ დამადებდეს მე კაცო სანქციას გამაგებიე. ყველაზე ევროპაში კი არა, ის ამერიკაში რო დგას თავისუფლების ძეგლი, იმაზე მაღალი ძეგლი დგას ტერტონ პარკში, შუა ბერლინში. საბჭოთა ჯარისკაცის რა და სულ გარშემო მთლიანად სტალინის ლოზუნგებია დაწერილი რა. აბა ერთი ის ქვის ნატეხი გამოაგდა რა იქედან. იმიტომ რომ გამოიტანა დადგენილება პოსტსამმა. დადგენილებაში წერია რომ იმის ცენტრში აიგოს გამარჯვების პარკი, აშენდეს ბერლინის ცენტრში ფაშიზმის დამარცხების და სტალინის ძეგლი უნდა იდგეს იქ და გადაიდია კაცო მე და ამინდა გერმანიას და ხო და საბჭოთა კავშირის ჯარისკაცი დადგეს და ხელში ის უჭირავს გოგონა ხო და ავტომატი ეჭირა ხელში პირველად უჩედიშმა გააკეთა და ავტომატი ეჭირა ბორბოლიანი ავტომატი რო იყო რამე პეპეშა თუ ავსდები ხო და პეპეშა ერქვა თუ ავსდები ხო რაღაც ერქვა ხო და ცალ-ხელში გოგო გერმანელი გოგო რომელიც ცეცხლიდან გამოიტაცა და ხელში უჭირავს და ეს ავტომატი ხელში უკავია მებრძოლია და რამე და როდესაც სტალინის ძეგლები აჩვენეს ამას სტალინს რომ აი ეს თუ და აი ამათი დადგმა გვინდა რომელი მესიო და თქვენი რეკომენდაცია გვინდაო რა ეს სტალინი და სტალინი მაშინ ხო ეს არის სოლოფაში რო გახდო გახეულიო ხო და ესო ადამიანთავრებიო მაგრამ ესეც იმისის არის ერთ-ერთი ნიმუშიო რა და მოხსენიება გახსენიო ხო და გახსნეს ახლა ეს აღმოჩნდა ახლა ეს ძეგლი რა მაგრამ უფრო პატარა ზომებში იყო ეს ხო და ეს ავტომატიანი ბავშვი ხო ათვალიერა აი ეს დაიწყება ტერტონ პარკშიო ოღონდ ერთი შესწორებასო თუ მიიღებო კარგი ეს ფონტავიკი იყო ეს უჩედიჩი და კატოზირებული იყო და ეს ენეშლებოდა გაიგე და ხმა მოიგეო გაზოსწორად მელება და იმწუჭე გაუსწორდა ხმა ისე ხო და უთხარო აი ხო და ეს შეშლას მოგცემო ეს ავტომატი გამოართვა მაგას ხელიდან რომ თორემ ჩვენს მერე 1000 თაობა შეიცვლებაო და იტყვიან რომ ეს რა ის ყოფილანო მარტივი ისა განათლების ხალხო რა უჭირავს ხელში სასაცილოდ აგვიგდებენ რა ამ ავტომატის პატრონები ხელი დამჭერებიო ხო და საერთოდ ომის სიმბოლო არისო ხმალიო
ხმალი დააჭერია ხელში. ოღონდ აღმართული კი არ დააჭერიო რომ თელი ევროპას აშინებდეო შეიძლება ხმლითო რა. ძის დაუშვიო და ხმლის წვერი რომ მიწაზე დევს, ესე იგი ის მშვიდობას ნიშნავს. და ეხლა რომ მე ხარ დაბჯენილია დაბლა წვერი ხმარი უკავია ხელში და ხო და აი ის ქვეყანა კაცო სანქციას გიკეთებს რომელიც განთავისუფლა ფაშიზმისაგან. არა, კიდე რა საინტერესო რა არის, ეგ გერმანიის წარმომადგენელი ჩამოდის. ხო. ბუნდესტაგის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო თუ ხო, თუ რაღაცა რა. როთი ხო? რო. და კაცი ჩამოიყვანეს შუა კავკასიაში. გათხოვილი. ორჯერთან. აბა ორჯერ გათხოვილი ხარ, თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა. შემთხვევით არა, რომ გერმანიის და საფრანგეთის საკითხებს შევეხეთ მართლა და ეს არის ის ორი ქვეყანა, ლოკომოტივი, ეკონომიკური ლოკომოტივი თუ ევროკავშირს ვინმე ყავდა, ეს ორი ქვეყანა მთელი წარმოების ევროკავშირის 40%-ზე მეტი მოდიოდა გერმანიაზე და საფრანგეთს და ამ ორივე ქვეყანას აი ამ გადაწყობაში, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ტრანსფორმაციაში, ამ ორივე ქვეყნის მთავრობა ჩამოიშალა. სულ აი ახლა ჩამოიშალა და შეიცვალა კიდევაც მთავრობები. ფაქტიურად შეიცვალა ახლა როგორც ჩვენი ის არის. მე აი მოდით რეალურად ვთქვა, ხა ივანიშვილს რაზეც ოცნების ამომრჩეველი. კითხვას დავამთავრებ სანამ მითქვა, ანუ ეს ხო არ ასე ვთქვათ, უფრო ხო არ განაგლებს, გაამამაცებს მათ, იმიტომ რომ ისედაც უკვე წამსვლელები არიან, რომ კუდი მოიქნიონ. აი ამის კითხვა აი ზუსტად კუდს იქნევენ თქო იმას მაკრონზე რა. ბძანის ბატონში და მე იმას აი ზუსტად ეგ პროცესი კუდის მოქნების პროცესი იმდენად რა ქართულ ბოლო პროცესებსაც ვაკვირდები ხო აი იმდენად დაბნეულები არიან გუშინ პრეზიდენტის იმასთან აქვს შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში ჰქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა გამოდიან ეს გვარამია და ესენი მგონი იურისტები უნდა იყვნენ ხო თუ არ ვწდები რა ისეთ ლაფსუსებს უსვევენ მე გაუგნებული ვარ ან სულელები არიან სერიოზული ან რაღაც სხვა თამაშს თამაშობენ ხო თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა პრეზიდენტზე ამბობენ და ამ ინსტიტუტზე ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტიო და ეს პარლამენტიო რომელიც 26 ოქტომბრის შედეგად მიღებული პარლამენტი არის არალეგიტიმურიო და კონსტიტუციითო ამ პრეზიდენტს ეხლანდეს რომელიც 29-ში უმთავრდება თავისი ვადა ხო შეუძლია ამ პარტიის ამ პარლამენტის დათხოვნაო რა წარმოგიდგენიათ როგორ მომენტია იცი ესე იგი მათთვის ეს არის არალეგიტიმური რაც სამართლებრივად ეს არ არსებობს ну де факто არსებული რაღაცა ორგანოა საკანონმდებლო ორგანო თუ სამართლებრივად არ არსებობს მაშინ სამართლებრივად როგორ უნდა დაითხოვოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტმა ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა ну ჯერჯერობით ლეგიტიმურია როგორ უნდა დაითხოვოს წარმოგიდგენიათ კილერს შეკვეთა მისცეს ხო ვინმე და გაანეიტრალო ну დავალება მისცენ რომ გაანეიტრალო ვინმე რაღაც ობიექტი გაანეიტრალო და ეს ობიექტი არ არსებობდეს საერთოდ შესაძლებელია ასე რაღაც დაახლოებით იგივე სიტუაცია არის. ხო გამიგეთ რას ვამბობ. სამართლებრივად მათთვის არ არსებობს რაღაც ორგანო და სამართლებრივად ითხოვენ მის დაშლას. აი რას კომიკურ სიტუაციამდე მივდივართ, მაგრამ მე უფრო მგონია რომ როგორი სიტუაციაა. მე მგონია ამათაც უკვე გააზრებული აქვს, რომ თამაში წაგებული აქვს. მე დარწმუნებული ვარ გეოპოლიტიკურ საერთოდ ნებისმიერ გეოპოლიტიკურ რეგიონში შიდა სახელმწიფო პოლიტიკურ სისტემაში არსებული ფუნქციონირებადი პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია დამოკიდებულია გარე დიდ ძალთა გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაზე. აქ ეს რეგიონალურ გეოპოლიტიკურ კონფიგურაცია იცვლება და შესაბამისად ამის ასახვაც უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. შესაბამისად ეს გადაფორმატირების პროცესი მიდის და იმ ახალ სისტემაში რომელიც შეიქმნება გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს რაღაც ჩვენ გარდამავალ პერიოდს გავდივართ რომელიც შეიქმნება იმ სისტემაში სურთ მოხვედრა რა მაგრამ ისეთი შეიძლება დირექტივები გარედან მოუვიდათ ამა და აყვნენ ამ გარე დირექტივებს ვინაიდან გასაგებია რომ ეს მარიონეტები არიან სულ ყველა და დავიან პატრონები ყავთ ქვეყნის გარეთ. ეს ხალხი ხო ააგდეს ეს მასა რაღაცა, რამდენის დადის და რამდენიც. ეს მასა ხო ააგდეს თავისი ამომრჩევლების თუ მხარდამჭერებისა. ეხლა ესე უკან ვერ იხევენ და ეძებენ რომელიღაც განტევების ვადს, რომ გადააბრალონ ის მათ მიერ ჩავარდნილ წყალებში რევოლუცია. და ეხლა იტყვიან, მე დარწმუნებული ვარ. ზურაბიშვილი ჩვეულებრივად გამოვა იქიდან თავის რეზიდენციიდან და არც ისეთ რამე ნაბიჯებს არ მოიმოქმედებს რაც მისთვის დამღუპელი იქნება.
და არც დათხოვნაზე იტყვის რამე 29-ის მერე კი მისცა ეხლა 29-მდე შემხვდითო და მოვილაპარაკოთო ხო გუშინდელი იმიდან თუმცა ისე გამოვა და არც უნდა დაითხოვოს ეხლა რა ვიცი მე წარმოდგენა რომ ვერც დაითხოვს და ვერც ვერაფერსაც ვერ იზამს დატოვებს და შესაბამისად ამათ სურთ ეხლა ვიღაცას გადააბრალონ ეს და იტყვიან რომ აი ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ აქვს ამ თამაში და ყველაფერს გადააბრალებენ და მასების ნეგატივს გადაიყვანენ ამ პრეზიდენტის დღეს არსებული დღეს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ. ამის სურვილია მე მგონი ამ ოპოზიციიდან. აბა საერთოდ როგორი მომენტია იცით? ერთადერთი შანსი აქვს. აი ორი შანსი რო ვთქვა, ასე რო ვთქვა. აი დავუშვათ რომ დაშალოს დაითხოვოს. მან უნდა მაშინ რა უნდა ქნას ხა ზურაბიშვილმა. მან უნდა ლეგიტიმურად ცნოს ეს პარლამენტი. ხო, მე დაშალოს. ხო და მე უნდა დაშალოს. ლეგიტიმურად თუ ცნობს ახლა, მაშინ იქ 99 დეპუტატი რომელსაც ოცნებას ყავს, ესეც ხდება ლეგიტიმური მათთვის უკვე ამ ოპოზიციაზე ვამბობ. თუმცა თუ 99 და საქართველოს კონსტიტუციით რომ რიგარში არჩევნები პრეზიდენტმა დანიშნოს, მან დობის ვოტუმი არ უნდა მიანიჭოს ამ პარლამენტმა დაუშვათ იმ მინისტრთა კაბინეტს, რომელსაც წარადგენს ისა რა ქვია, ოცნების დავალებით უთხოვნით პრეზიდენტი პარლამენტს ვისაც წარუდგენს. თუმცა 99 ყავს და დობის ვოტუმს მიიღებს. თან გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან. აი ზუსტად მაგაზე მინდა თქვა. მე ზუსტად მაგაზე კონსტიტუცია რაში დაარღვია თუნდაც პრეზიდენტმა. ორჯერ დაარღვია. უფრო უარეს ვიტყვი ახლა რა დაარღვია ზურაბიშვილმა უფრო უარეს და რატომაც არის დასაჭერი 29-ის მერე ეს ქალბატონი ალბათ რავი თუ გამოეკიდე მეორე ვარიანტი მაგრამ ამათ ძალა არა აქვს გესმით ამათ საზოგადოებაში შენ რო რევოლუცია გადატრიალება მოახდინო შენ პოლიტიკურ როგორც ლიდერს ან ჯგუფს მოსკა ამბობდა ორგანიზებულ უმცირესობას ავტორიტეტი უნდა კონდეს მაღალი და ამ ოპოზიციას არა აქვს ეს ავტორიტეტი რომ ძალა გამოიყენოს ხალხის ზალა და ამით დაამხოს გამოყაროს პარლამენტიდან ეს უკვე 90 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლომ შეუწყვეტა მაგას მოქმედების უფლება და ახლა თავის მომხრე ოპოზიციამ ხარი არ დაუჭირა პარლამენტს ეს რამაგის ის არის და რაში დაარღვია ეხლა რაში დაარღვია ჩემი მოსაზრებით ეხლა მე იურისტი არ ვარ თუმცა პოლიტოლოგიურად მინდა შევეხვალას კონსტიტუციაში პირდაპირ უწევი ამ ხალბატონს და ვინც იქნება პრეზიდენტი ყველას. ეს არის იმპერატიული ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი ვალდებულია წარუდგინოს პარლამენტს ისა რა ქვია, გამარჯვებული პარტიის მიერ, პირველ ადგილზე გასული პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი. დანიშნოს და მე უნდა წარადგინოს. და ეხლა მე არ ვიცი, აი ამ ხალბატონს უარი თქვა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებაზე. თუ გასაგებია მათ ახლა უზურპაცია გაუკეთა. კი ბატონო. ახლა ისინი რომ ამბობენ ოცნებამ გაუკეთა და ივანიშვილმა უზურპაცია, პირიქით მე ვეთანხმები ბატონს. აი მართლაც ახლა ჩვენ რო საუბრობთ ახლა ირაკლიმაც სწორად აღნიშნა, იურისტი არც ერთი არ ვართ აქ და საუბრობთ უბრალოდ და მართლაც ესეა, ხო კანონს თუ არ უმაგრებს ზურგს მასა საზოგადოება ის კანონი აღსრულებადი არ არის და როგორც თქვენ აღნიშნეთ, სუვერენიტეტს ზუსტად განსაზღვრავს რა, გაქვს თუ არა საშუალება და შესაძლებლობა დაუშვა გამონაკლისი კანონში. ვისაც შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ან არ დაუშვას გამონაკლისი, ზუსტად ის არის სუვერენი და მაინტერესებს აი თქვენი პროგნოზი. თქვენ როგორ ფიქრობთ? ველოდება დიდი ამბები ამ თვის ბოლოს თუ გადავაგორებთ თუ ველოდებით 20 იანვარს როგორ ზოგადად? ეხლა მე ისე ვარ დაწვრილებული როგორც თქვენ გიყურებთ ეხლა რომ როგორც აქ რომ მოიყვანონ მთელი თქვათ 3 მილიონი კაცი რომ გამოიყვანონ და დააყენონ საქართველოს ვერ წაიყვანებენ ვესად ამერიკაც რო ჩამოვიდეს აქა ტრამპი რო ჩამოვიდეს და იმ ტრიბუნალს დადგეს საქართველოს რუსეთს ვერავინ ვერ მოაშორებს. იმიტომ რომ საქართველოს რომ დაკარგოს რუსეთმა შავი ზღვა ხელი უნდა ჩაიქნიოს მაშინ და კავკასიაზე უნდა ჩაიქნიოს ხელი და მთელი ნახევარი რუსეთი და რუსი ჯარისკაცი კავკასიაში და შავ ზღვაში და მაშინ დასავლეთ საქართველოს ჩაიხოცა. ამას ახლა რა ვინ სულელმა უნდა იფიქროს ის არა ანდა როგორ და ეს ახლა გია დაიწყო ეს ახლა მე ძალიან პატივცემდი საზღვარს რა კონსტანტინოვის
ზვიად გამსახურდია სიქო მყავდა ყიზლარში ხო და რა ვიცი შვილივით მეფერებოდი თუმცა დიდი სხვაობა კი არ იყო ჩვენ შორის ხო და ყველაფერი მაგრამ ასე იგი საქართველოს ქართველებისთვის რუსეთში მამათმავლობა ჯარში არ გაუშვათ შვილები ჯარში რუსთაველზე კაცო მთელი ამბავია და რაც ჩვენ მაშინ შეურაცხყოფა მივაყენეთ რუსეთს კიდე როგორ უბრუნდება ამ ხალხს ისა მაგრამ მე კიდევ არ მინდა რომ მე რომ მეთქვა მე რომ გამეხმიანებია არა მაგრამ ამ ბოლო დროს კაცო ცოტა რაღაც გამოყოჩაღდა ეს კონსერვატორი ზარები და ამბობენ გეუბნები 24 საათში არ ვიქნებით საქართველოს რა რუსეთი რო არ იყოს აი ზუსტად ეგ მაინტერესებდა ანუ ძალიან საშიში ხდება 24 საათი აგერ არის კაცო ლექსებს ამბობს ერდოგანი მესხე ჯავახეთზე კაცო ხო და იმ დღეს მე წაიღებს იმას ხო დილას სიმლი მე სომხურ ჰიმს მღერიან ახალქალაქში რა და ბოგდანოვკაში იმით იღიძებენ იმით იძინებენ აი მე ვეთანხმები ბატონ გრიგოლს რასთან დაკავშირებით მაგალითი აი იმპერიული მაგალითს დავეყო აი სირიის მაგალითი რუსეთმა ვერ მოიცალა და უცბად მიიტაცა იმას არაპადიებს რუსეთი ეს მაგალითი დარწმუნებული რუსეთის პოლიტიკა არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკა არსებობს ასეთი რუსკაია давновременная политика и другие политики აი როგორც მერსედესი ამბობენ რომ არსებობს ორი სახე მანქანებისა მერსედესი პროჩი აი ასე არის დავგავრემენია რუსკაია პოლიტიკა მოგითმეს ეს გაცის ყველაფერი იგე და როგორ ახლა ერთი ეს თავრობის სახლის გარემოდება აღარ შეეძლო რუსეთს აჭარ აფხაზეთში მაგრამ არ გაარემონტა იმან იცის როდის უნდა რა გააკეთოს რა აი ზუსტად ამაზე მაინტერესებდა ხა თქვენც ახსენეთ რომ არსად არ გაგიშვებთ ამას მარტო ჩვენ კი არ ვსაუბრობთ ხო პუტინს აქვს თვითონ ნათქვამი არა მარტო პუტინს პესკოვს აქვს ნათქვამი მარგო სიმონიანს აქვს ნათქვამი რომ ანუ შეუძლებელია არ დაუშვებთ ჩვენს ახლო მახლო კიდევ ფერად რევოლუციას და მით უმეტეს ანტირუსული რეჟიმის შექმნას ხო ანუ პირდაპირ გითხრეს რომ ანუ ან იქნება თქვენთან რაღაცა მშვიდობა შეიძლება არ მოგწონდეს დიდად და გულზე არ გეხატებოდეს ქართული ოცნება მაგრამ ალტერნატივა ხო არის ის რომ მაინც რუსეთს ჩვენ არაფერს ვერ ავნებ და შენც უკვე აღარ ნაციონალურ უსაფრთხოების დოქტრინაში პირდაპირ განახლებულში პირდაპირ წერია რომ მის გარშემო სამეზობლოში არ დაუშვებს არანაირად ფერად რევოლუციას სირიის მერე ერთი ორად გაიზარდა რუსეთის ინტერესი კავკასიის მიმართ თქვენ წარმოგიდგენიათ ახლო აღმოსავლეთი დატოვა ფაქტობრივად ხო ახლო აღმოსავლეთი დატოვა კავკასია რო დატოს მე ვეთანხმები ბატონ გრიგოლს კავკასია რო დატოვოს ეს ნიშნავს რუსეთის დაშლას მარტივმამრავლებად ეხლა ვიღაცა 500 გამოტვინებული რო დგას პარლამენტის წინ რუსთავი მის გულის რუსეთის დაშლის ეხლა რუსეთის პოლიტიკური კლასი როგორ გონიათ როგორ წარმოგიდგენიათ ეს სისულელე არა სყაპრები არა არა კაცო მაგას მე არც მიფიქრია რა რომ თქვა არა მაგის თქვა მინდა ზუსტად რომ ანუ ორი ვარიანტი გაქვს ერთ ვარიანტში უბრალოდ არსებობს და რუსეთიც არსებობს და მეორე ვარიანტში რუსეთიც არსებობს მაგრამ შენ აღარ არსებობ ანუ ეს გვაქვს უძიცით რა ხდება ის და ეს გარეწრების ოპოზიციიდან უბრალოდ ეს გარეწრები რა ესე ფულს აკეთებენ საქართველოს განადგურების ხარჯზე კი კაცო აი ივანიშვილი არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი მთელი 2012 წლიდან ის პროდასალ პოლიტიკას ატარებდა რაც მოვიდა ხელისუფლებაში თუმცა 2022 როდესაც შეიცვალა გეოპოლიტიკური რეალობა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების მერე ის შეეცადა გადასულიყო ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში მამა წინვალედიც იციან რომ ძველი წესრიგი ინგრევა და მის საფუძველზე ახალი წესრიგი აღმოსენდება ახლა მალე ზაგა შეიძლება წელიწადში შეიძლება 2 წელიწადში ახალი წესრიგის აღმოსენების პროცესი მიმდინარეობს და მას სურდა ჯერჯერობით გამოზიდ სხვათაშორის ბატონ გუშა რო ვთქვა ამ ხელისუფლება საერთოდ ნებისმიერი წესრიგი ძველი ინგრევა
გონი ჩვენ ერთად ვიყავით მას ტელეთეს როცა თქვი მე 12 წლის მუშაობის შედეგად კი არ მივეცი ამათ ხმა მაგალითად მე რო ამომრჩეველი ვარ იმისი მე 29 აპრილს რაც თქვა მე იმისთვის მივეცი ხმა და იმისთვის ვარ თავ გადაკლული რომ ბოდიში მოუხადა ქართულ ხალხს რომ სხვისკვაზე დავდიოდი ძალით დაგვინიშნეს ოპოზიცია ის იყო არ გვანებებდნენ ჩვენ ჭკუაზე რამე იქა და გადავაგდეს ეს მონობის უღელი და ეხლა მოგვეცი საშუალება რომ რაღაცები მაგრამ ეხლა კიდევ გეუბნები რომ ვერ ავაღებიეთ თქვათ კონსტიტუციური უმრავლესობა მაგრამ კონსტიტუცია ხო გვაქვს ჩვენ და გვაქვს კოდექსია რა ერთეულ კაცმა რო დააშავა რამე ხო მე რო დავაშავე რამე უმრავლესობაში ხარ უმცირესობაში ხარ ბიჭო სუვერენიტეტი ხო გაქვს არა კანონზე ხო მიგიწვდება ხელი კანონს ვინც წერს და ვის ხელი მიუწვდება გაუქმებაზე და აღდგენაზე ის არის სუვერენიტეტის მფლობელი სახელმწიფო კი ბატონო ხო და ამიტომ შენ ჩამოიღე ახლა იმ თაროდან ის ჟვანიას დაღუპვის ამბავი ჩამოიღე კიდევ უამრავი სხვა ათასობით ფაილი რო დავწვით იმის ასლები აუცილებლად ექნებათ ამათ გამოიღა ესა და სულ აი ახლა ამად კაგები შეგაიგაცო ძაღლს უსვამდნენ იმას თვალში ობიექტივს და იმას აგზავნიდნენ შეგდეთ რომ ქვეყანაში რაღაცები გაეგოთ ნებიო საზღვარი ჩვენ არა გვაქვს დაძერვა ჩვენ არ ყოლია შაღობილი ჩვენ არ გვაქვს ქვეყანა შემოდის ვინ შემოდის ამერიკელი შემოდის რა შემოაქვს აქ კაცი რომ მოკლას იმაზე თასფერს მოედანზე პასუხს ვერ აგებიებ ვერავის ვერ დაიჭერ ვერაფერს ვერ უზამ გაიგე და ვინ შემოდის ვინ გადის კაცმა არ იცის გაიგე და ესეც თუ არ იცი რომ 500 კაცი ქვეყნიდან გავიდა სადღაცას ავარჯიშებენ მილიარდობით ფულს ურიცხავენ რომ ეს ქვეყანა დაამხეთ თუ ამაზე ხელი არ მიგიწვდება მაშინ რა გინდა მაკაბინეტში კაცო და თუ ხელი მიგიწვდება და შენ ამის აღკვეთის საშუალება არ გაქვს მაშინ გითხარი კაცო და ჩვენ გამოუნახავთ კაცს ისეც რომ გააკეთოს ესა რა კი ბატონო მე უბრალოდ მინდა ბატონო შემიძლია დავასრულო ფაქტობრივად ვარ ტრანზიტის მდგომარეობაშია ერთი წესრიგიდან მეორე წესრიგში გადასვლას საერთოდ ნებისმიერ სახელმწიფოში სახელმწიფოში რეგიონში რა რომლის რეგიონის წევრიც არის ესა თუ ის სახელმწიფო სადაც წესრიგი ერთიდან მეორეზე გადადის ტრანზიტის მდგომარეობაში ყოველთვის თავდება ძალიან ცუდად სამოქალაქო ომები აი ჩვენ 91 წელია მეთქი რომ თქვი ხო 91 წლიდან 95-მდე ეს ტრანზიტი გაგვიგრძელდა ნუ კომუნისტურიდან პოსტკომუნისტურ სისტემაში გადასვლა სამოქალაქო ომები ცხინვალში ომი აფხაზეთში ომი და ფაქტობრივად ეს ხელისუფლება დღევანდელი ეს რუსთაველზე ომი და ნაკლები ომი გქონდა კაცო ფაქტო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში უსისხლოდ მიდის ან ტრანზიტის ფუნქციას უსისხლოდ ასრულებს რა ნუ მიმდინარეობს ამ ტრანზიტის პროცესში უსისხლოდ მივდივართ იმედიას უსისხლოდ დავამთავრებთ რა ამ ყველაფერს და რაფერი ესეთი ექსესი არ მოხდება და ნუ 29-დან შემდგომ 20 იანვარი და ეს ყველაფერი მე დარწმუნებული ვარ რომ დასრულდება გასაგებია ტრამპს ეხლა მეც გეთანხმები თქვენ რომ შეიძლება საერთოდ საქართველოს სად არის ეგეც კი არის ეხლა გუშინ უსმენდი ტრამპს კიდე უფრო მესას გეტყვით ფაქტობრივად პანამაზე გრენლანდიაზე რეუ მასში მექსიკაში სამხედრო ოპერაცია უნდა ჩავატაროთო გესმით თქვენ ეს ნიშნავს რომ ფაქტობრივად მონროს დოქტრინას უბრუნდება მოგი კაცო მაგაზე მუშაობს ახლა მე დარწმუნებული მონროს დოქტრინა საერთოდ არ ეკითხება არ ეკნება წაკითხული ტრამპს საერთოდ არც ეცალა ამ დოქტრინის აბარა просто მაგას ყავს რა ჯგუფი მჩეულთა ჯგუფი რომელიც ეუბნება რა უნდა გააკეთოს მაგიტომ მოიყვანეს ეს ადამიანი ზმეთ თუმცა მონროს დოქტრინა ვიცით ახლა ხო სამხრეთ ამერიკის კონტროლი ისე რომ ნუ შესაბამისად აი გადანაწილების პროცესში ვართ კი მე არ ვამბობ რომ ამერიკელები საქართველოსთან გავლენ და მთელი ეს პროცესი ან ევროპიდან უსპად აიღებენ იმას და არც გავლენ ევროპიდან და თუმცა მათი ასე ვთქვათ გავლენის ზონები და გავლენის ინტერესები სუსტდება და შესუსტდება ეხლა უყურეთ საქართველოს ამ ეს პროცესები მოხდებოდა აი ტოტალური კონტროლი
იყო ამერიკული გეოპოლიტიკური ტოტალური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. შესაბამისად, პოლიტიკური ძალთა კონფიგურაცია ისეთი ჰქონდა, როგორც ამერიკელებს აწყობდათ. ეხლა შემოდის უკვე მეორე აქტორი, ეგეთახმები, არ დათმობს შავ ზღვას, თქვა, ნუ რავის ნუ ეკნება ამის ილუზიაში. არა კაცო, როგორ გეკავდა. ხო, ამერიკელები გასაგებენ აზრ რომ გითხრათ, რუსეთმა უთხრას ამერიკელებს, ცოტა ჩაიწიე რა, ჩვენ შემოვდივართ თამაში, რა. ან ჩვენ შემოვალთ, ან საერთოდ დაკარგავს უყოლაფერს. ვიდან სამხედრო ბაზები აგერაც აქ და აფხაზეთში და ცხინვალში. 48 საათში გადაწყვიტავს ამ თემას. 48 საათში. და ზუსტად ამ ხელისუფლების მე კიდევ ვიმეორებ, მომწონს აი ეს ბოლო პერიოდი ამ ქართული ოცნების. და განსაკუთრებით, ნუ ეხლა ვიცით რომ ერთი ივანიშვილია, ბატონ ივანიშვილი და მის გარშემო არის 3-4 კაცი, ვინც ამას მართავს ამ პროცესებს, ხო? ის არის უსისხლოდ მივდივართ ამ იმ ტრანზიტულ ფაზას გავდივართ უსისხლოდ. ლაგრების რაღაც და ეს არის ძალიან ესეთი და იმედია რამე სამოქალაქო. იმათ სურთ თქვენ გვახსოვს რა პირველი პროცესები. იმათ იარაღი რო ქონოდათ, ხლაპუშებს თუ რა ქვია, პიროტექნიკას კი არ გამოიყენებენ, პირდაპირ იარაღს გამოიყენებენ სპეცნაზელების წინააღმდეგ. პური იარაღი არ ქონდათ. კი, იმიტომ რომ სიცხრო დაიღო. ზურგი აქვს, კაცო და აი ძალიან ხათ დასასრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემა და მინდა რომ მაყურებელს უთხრა და შევახსენო რომ ეს იქნება ამ სეზონზე ჩვენი ბოლო გადაცემა სოციალისტური პლატფორმა დაგიბრუნდებათ უკვე ახალი წლიდან, მაგრამ სანამ დავასრულებ, ზუსტად მეც მინდა შევეხო აი ამ საკითხს, აი ძალიან იყო საუბარი, ახლა ჩამოსული იყო ერთ-ერთი წამყვანი ევროპელი ეკონომისტი და მე მგონი ექსპერტი, რომელმაც ესეთი რამე შეიპირა ჩვენი მთავრობა, რომ აი აგენტების კანონსო უკან გავიწევთ არა, შევცვლითო. ნუ ამაზე ერთი ამბავი ატყდა. აი თქვენი აზრი მაინტერესებს, ანუ აგენტების კანონმა თუნდაც იმ დარშობილი ფორმით შეასრულა თავისი დანიშნულება უკვე, ანუ მისი ვერაფერი ვერ შეასრულა, ჯერ კანონი მოქმედებაში ვერ მოიყვანა. მაგის თქვა მინდა იყო და რადშობილი კანონი იყო, ხო თავიდან? ხო და არა, ის მხარს უჭერს ამერიკა და 20-ის მერე, როდესაც ეს პრობლემები მოგვეხსება. სამი პრობლემა არის, რომელიც თავხედრია ჩვენი მშვიდობა, ესე იგი უკრაინაზე არ დაგვაძალებენ, რომ კიდე თუ არა ომში ჩავერთოთ. მეორე არის, რომ ოჯახის სიმტკიცე და მესამე არის, რომ უნდა იყოს ეს გამჭვირვალე რა, თანხების მოძრაობა რა. ნუ ამას რა თქმა უნდა ხა ჩვენ ამას არ გვეუბნება არავინ, მაგრამ შეგვიძლია რაღაც სხვადასხვა ღია წყაროების მეშვეობით ამის ანალიზით, რომ რეალურად მართლა დასავლური ფონდების დიდი ნაწილი გადის, მათ შორის გაეროს ფონდებმა შეაჩერეს. ანუ კი ამას თითქოს ესე ამბობენ, რომ ეს ჩვენი დასჯის მექანიზმია. რომ აი თქვენ რახან ეს გზა აირჩიეთ, ეხლა ჩვენ უკვე აღარ გეხმარებით, თქვენთან აღარ 33 წლამდე საბჭოთა კავშირი არავის არ ქონდა დაცნობი. არავის რომ ათვლიდა არავის იყო თუ არა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ატომურ ენერგიას მოლაპარაკებაზე საქართველოს იმაზე ვისთან ჩადიოდნენ ხოლმე ბაბუასთან ხო ალბათ სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში რო იყო ეს ემიგრანტულ ნუ მე არ ვიცი რა ვისთან ჩადიოდნენ, თუმცა ეხლა საქართველოს თემა გადაწყდება ბატონ პუტინს და ტრამპის შეხვედრაზე გადაწყდება ეს ყველაფერი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ნუ გასაგებია ჩვენ გვესმის გვინდა სუვერენული სახელმწიფოში, ნუ რეალობა, გეოპოლიტიკური რეალობა გვაქვს ასეთი. ამ პატარა სახელმწიფოების ბედს წყვეტენ დიდი სახელმწიფოები. ნუ ამას ქვია, რაც სამწუხაროდ ესე არის პოლიტიკური გრავიტაცია. ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ამ მდგომარეობაში, ხო კიდე კარგად უძღვებიან უსისხლოდ ვართ ამ ტრანზიტის ფაზას კიდევ ვიმეორებ რა. ადოილო სტალინმა თქვა რომ პატარა ერების საკითხი დამთავრებულია. აღარ იქნება პატარა ერებიო. ჩვენი მოვალეობა არისო, რაც შეიძლება გავახანგრძლივოთ მაგათი სიცოცხლე რა. არა ვარ ჩვენ ისახ ჩვენ ტერი რო გვეცებოდა თავზე საქართველოს ახამდე იმიტომ მოვიდა რომ ტყეში გავბოდი. სვანეთში ეხლაც არის ოჯახების დამყოფი გამოქვაბულები, სადაც თავს ვაფარებდით, კახეთი მიდიოდა ლეკის ტაში აფარებდნენ თავს და რომ წავიდოდა მტერი, აოხრებდა თელსაგადოს, ბრუნდებოდა მე ესეთი გაიგე.
ეხლა სად წახვალ, რომ ვერ მოგაგნოს, ვერ დაგბომბოს, ვერ ამოგიყვანს. სადა გვაქვს თავს საფარი, ან ვინ წაიყვანს ბავშვს ეხლა იქ და აყვანს, ვინ წაიყვანს ახლა და იმაში ტყეში შეაფარებს კლდის ნაპრალებს თავს. არ სად არა გვაქვს, გასაქსები რუსეთის გარდა რა. სამწუხაროდ ეგრეა. ხო და იმ ტონ საბჭრით რომელზედაც ვზივართ რაღაც და ქართველი ამათ რას უყურებთ თქვენ ეხლა ჭიგორობენ აქ რაღაც ჩვენ მოვყადით ვახტანგ გორგასალი ქართველმა კაცმა აგერ იღლიაში გახვრეტილი ქონდა რაღაცა და იქეცროლა მოწამლული ის არის და იმით მოკლა ორჯერ გადავაყენეთ ისა თამარ მეფე ტახტიდან ორჯერ ხო და ნახევარი საქართველოს საზზე ჩამოაცვა დავით აღმაშენებელმა და 40,000 ოჯახი ყიფჩაღი შემოიყვანა სამი მეომარი მაინც უნდა ყოფილიყო ისა ოჯახში და თავები დააჭრა სულ ეს თავადებსა და იმებსა და სისხლი ჭირდება ქვეყანა რომ ქვეყანა დადგეს ეხლა ერთი კორესპონდენტი ეკითხებოდა ლაზარ კაგანოვის სტალინზე რომ კაცო ეს დიქტატორი იყო რამე იქედაგე ხო და ამა ჩუმად უთხრა რა ერბო კვერცხს ისე ვერ გააკეთებო თუ კვერცხები არ გატეხეო კი ბატონო და სამწუხაროდ აი ჩვენი დრო ამოიწურა შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმრები ძალიან საინტერესო სტუმრები იყვნენ საერთაშორისო საზოგადოება სტალინის დამფუძნებელი ხელმძღვანელი გრიგოლ გრიშაონიანი დიდი მადლობა ბატონო გრიშა ბრძანებისთვის საინტერესო საუბრისთვის და ასევე ჩემი მეგობარი ბატონი ირაკლი და ბატონი ირაკლი ობილო პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური მდივანი და ჩვენ ნამდვილად პირველ რიგში გისურვებთ მშვიდობიან ახალ წელს უკეთეს მომავალ წელს და უკვე შევხვდებით იანვარში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა მაყურებელს და კარგად ზამთრობთ. ასევე. დალიეთ, მაგრამ ნუ გაილეშებით. გაიცინეთ, მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით. იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავდებით. შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ. მიხეილ ჯავახიშვილი. ისმინე ადამიანო.